ანაკლიაში ჩატარება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ როგორც ძველ ისე ახალ ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური გეზი არ აქვს შეცვლილი. და ღიად უნდა ითქვას, რომ სამარცხვინოა ის ნაბიჯები, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს დღესა. და ღიად უნდა ითქვას, რომ ეს არის სოდომ გომორის ცოდვა. და ამ ფესტივალის ჩატარება არიამობის მარხვის დროს ქვეყნისთვისაც, ერისთვისაც და მათთვისაც დამღუპელია. ერთი კაცი არ გამოდგა ამ მთავრობაში, რომ აი ხვალე ვაჟაობა და ვაჟა ფშაველასავით ეთქვა, ციხოს თქვენის მკვდრისადა. ერთი კაცი არ გამოდგა ამ პარლამენტში და ამ მთავრობაში. ესენი არიან ხელისუფლება. რა თქმა ეგეთი ოცნება სამარცხვინოა დღეს. ისე როგორც ნაციონალურ პარტიაში ყოფნა, ისე ქართულ ოცნებაში ყოფნა, ეს მინდა გითხრათ. თუ ქართული გეზი არ იქნება, თუ ეროვნული ღირსება არ იქნება სახელმწიფოში, თუ საქართველოში ქრისტიანული მართლმადიდებლური ღირებულებების შეიბრალება, რომელიც არის თითოეული ჩვენთაგანის უდიდესი იდეოლოგია, ჩვენ ახალი იდეოლოგიის ძებნა არ გვჭირდება. ეს არის ეროვნული იდეოლოგია. მე-17 საუკუნის 20-იან წლებში ქეთევან წამებულმა მთელ ევროპას დაანახა, რომ ქრისტიანობა ქართველობაა და ქრისტიანობის უარყოფელი ქართველობის უარყოფელია. რაღაც ვეძებთ ჩვენა. რაღაც ვეძებთ, რას ვეფერებით, ვის მოვაფრევთ, მისი უძველესი კოლხეთის მიწაზე, სისხლით მორჭმულ მიწაზე რეებს ვატარებს, რეებს ჩადივართ, ცოტა ზემოდან შევხედოთ. ოხრად დაგვრჩება ის მილიონები, 10 თუ 12, ეხლა ხალხს არ დაურიგონ და გაჭირებულ ხალხს. იმის მაგერად მიხედონ ქართულ კულტურას, ქართულ სკოლებს, ქართულ სახელმძღვანელოებს, რას აგავს, რას ვასწავლით, როგორ დადიან ხელოვანები, როგორ დადიან გაღატაკებული შემოქმედები, როგორ იხურება ბიბლიოთეკები, როგორ იყრება პადლებში და მარნებში, ქართული წიგნები როგორ იყიდება გზადაგზა და რეებს ასწავლიან ჩვენ ბავშვებს. აღარ გვინდა მომავალი თაობა, აღარ გვინდა მომავალი საქართველო. ჩვენ თაობაზე მოდის, თუ ჩვენი თაობაც, რომელიც ჯერ კიდევ გაიზარდა იმ გრიგოლ ხანძთელის, იმ ილია ჭავჭავაძის, იმ სულხან საბაურბელიანის იდეებზე, თორემ მოდის თაობა, რომელმაც მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფია იცის მარტო და არ იცის ვისი გორისაა. ამიტომ უფრო დიდი ბრძოლა ჩვენ თაობაზე აი გვიცახართ და ყველას გადაეცით, რომ ეს არის საქართველოს დაღუპვისკენ გადადგმული ნაბიჯი და ყველა უნდა გამოფხიზლდეს, ერიც და ბერიც. მე მოუწოდებ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც დღეს ხვალე თუ ამტკიცებენ, თუ უკვე დაამტკიცეს. ნუ გადადგავენ ამ ნაბიჯს, საკუთარი სამშობლოს მშობელი ხალხის წინააღმდეგ ნუ წავლენ. ეს უნდა ითქვას ღიად, მე არავისი მტერი არა ვარ, ერთი ჩვეულებრივი მწერალი კაცი ვარ, მაგრამ ხედავ როგორ შაგრენის ტყავით ჩვენ თვალწინ ილევა საქართველო და სისხლისგან იცლება. გავაწყლები და ქუთხის ღირსი იქნება როგორც ნაციონალური ბანდა, ისე ქართული ოცნება თუ ესე გააგრძელა და სამარცხვინო იქნება იქ ყოფნა. და ერთი მთავარი ცნობიერებას, მართლმადიდებლურ ცნობიერებას ვერაფერი ვერ დააკლო, ერთ თურქეთმა, იგივე ოსმალეთმა, ვერც ირანმა. გაგახსენებთ, რომ როცა როსტომ-ხანი 1632 წელს მეფედ თუ გამგებლად დანიშნეს, მეფეს არც უწოდებდნენ. აბანოებში დაიწყო პირველი მამათმავლების შემოყვანა და საჭურისების და სთხოვდა ირანის დაზვერვა, რომ იქნებ როგორმე შეეცდინათ და მამათმავლება ესწავლებინათ ქართველებისთვის. ოქროს ქისებს ურიგებდნენ, ოქროს ქისებს. იაპონელი მეცნიერი წერს ამაზე, ეხლა არ მინდა გვარი თქვა, მე იმასაც დაუწყებენ. და პასუხი ირანის დაზვერვას, რომ იმდენად ღრმად არიან ქართველები თავის რწმენაში, იმდენად მტკიცედ დგანან მაცხოვრის ჯულზე გიაურები, რომ ვერავინ ვერ შევაცდინეთ, თვით ტყუილად კი რამდენი ოქროს ქისა არ დაუდეთ, ვერ ვათქმევინეთ, რომ ტყუილა კაცი კაცთან იყო, ტყუილიც არ იკადრეს. ტყუილიც არ იკადრეს. აი ამ შეგნებით ცხოვრობდა საქართველო და იმიტომ მოვიდა აქამდე. თორე ასეთი ინვესტიციები და იმით კი არა, კაზანტიპის იმეებით, რა ქვია, ფესტივალებით, თქვენ გენაცვალეთ. გაუმარჯოს ქართველი ერის უდრეკნებას, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ იდეოლოგიას.